მანის მარკის 18 მეტრიანი ავტობუსები 300 მერვე მარშრუტზე გავიდა. აღნიშნულ მარშრუტზე ახალი ავტობუსებით აქამდე მოძრავი 12 მეტრიანი ავტობუსები ჩანაცვლა. CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსები გათვლილია 162 მგზავრზე და ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ 18 მეტრიანი 160 ერთეული ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა. უახლოეს დღეებში 18 მეტრიანი ავტობუსები დამატებით 301-სა და ნომერ 314 მარშრუტებზეც გავა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია თბილისის მერის მხარდაჭერით სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში შეიძინა 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა და დაემატება თბილისის სატრანსპორტო სისტემას. დღეიდან ნომერ 308 მარშრუტზე დაინიშნა 9 18 მეტრიანი ავტობუსი, რომელიც მოემსახურება მგზავრებს. ახალი ავტობუსები 18 მეტრიანი არის გათვლილი 162 მგზავრზე, საიდანაც 53 დასაჯდომი ადგილი არის. ის არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი. მანის მარკის ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები დღეიდან 301 მარშრუტზე იმოძრავებენ. CNG ძრავზე მომუშავე ავტობუსები 162 მგზავრზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ 160 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსი მუნიციპალიტეტმა სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში გასულ წელს შეისყიდა. დღეიდან ნომერ 301 მარშრუტზე ახალი 18 მეტრიანი ავტობუსები დაინიშნენ. ეს მარშრუტი პოლიტოვსკაიას ქუჩიდან წმინდა ბარბარის უბნამდე მოძრაობს. როგორც ის არის უკვე მეოთხე მარშრუტი, სადაც დაინიშნა 18 მეტრიანი ავტობუსები. მანამდე ეს მარშრუტები იყო 302, 314 და 308. ამით დასრულდა ახალი 18 მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის და ხაზზე გაშვების პირველი ეტაპი. კერძოდ 50 ავტობუსი უკვე გაშვებულია ხაზზე და ემსახურება მოსახლეობას და მგზავრებს.